თუ გინდათ თქვენ საყვარელ ადამიანთან გაიღრმაოთ სიყვარული, მნიშვნელობა არ აქვს ქალია თუ მამაკაცი, პლუს გქონდეთ კარგი სექსუალური ურთიერთობა და ვნებიანი სიყვარული, მე თქვენ გასწავლით ორ ძალიან კარგ რიტუალს. პირველი რიტუალისათვის დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სანთელი, სასურველია წითელი, მაგრამ თუ ვერ იპოვით, არ არის პრობლემა. აანთეთ სანთელი საღამოს. მიდით სარკესთან, სარკე წინასწარ გაასუფთავეთ. მიბრძანდით სარკესთან, ჩაიხედეთ სარკეში და ღიმილით გაუცინეთ საკუთარ თავს და გაიმეორეთ შემდეგი შელოცვა. ჩემი გული ღია ნამდვილი სიყვარულისთვის. სიყვარული მოდის ჩემთან ნათლად, ტკბილად და ბედნიერად. მე ვიმსახურებ სუფთა და ძლიერ სიყვარულს. მე ვარ მაგნიტი სიყვარულისათვის. სარკეში ჩახედეთ საკუთარ თავს და ეს შელოცვა გაიმეორეთ 3-ჯერ. 21 დღის განმავლობაში. შემდეგ ჩააქრე სანთელი და შენ თავს შეხედე თვალებში სარკეში, რომ ყველაზე ლამაზი, სექსუალური, ენერგიული ქალი ან მამაკაცი ხართ თქვენ. დამატებითად, ყოველ პარასკევ საღამოს, ვიმეორებ საღამოს, უკვე როდესაც დაბნელდება, აანთეთ სანთელი და თქვენთვის გაიმეორეთ ეს შელოცვა. მე ვხვდები და იმ მამაკაცის ან ქალბატონის სახელი, ვინცაც გინდათ რომ შეხვდეთ, მე ვხვდები სიტყვაზე გიორგის, ვინც მე მყარობს და პატივს ცემს. გაიმეორეთ ეს შელოცვა 3-ჯერ. ეს ყველა პარასკევს საღამოს და წინა ლოცვა შეგიძლიათ ყოველდღე გაიმეოროთ დილა საღამოს, უფრო მეტად საღამოს, სარკესთან და ისე შეგიძლიათ ისეც ჩაილაპარაკოთ 21 დღის განმავლობაში. ლოცვა არის ძალიან ძლიერი და მოქმედებს ადამიანზე თუ მას თქვათ ძალიან ესეთი ნეკრომაგია ან ძალიან ძლიერი ჯადო არ აქვს გაკეთებული და ადამიანი გაურებული არ არის. გისურვებთ წარმატებას, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ. დიდი მადლობა.